ასომთავრული ანბანის ნიშნები აღმოჩენილია უძველეს ეკლესიებშიც.
ხატებში არსებული ინჟინერები ნათარგმნია, რომ ქართულ დამწერლობასა და მწერლობას მანამდე ჰქონდა გარკვეული ტრადიცია, რასაც ბოლო ნაწარმოებში არსებული მნიშვნელოვანი თითქმის არ ეკითხა მათსა წიგნი იგი წამებისათვის და მოიღო თუნდა იგი სახარება და ნაცარი და მათ თავსაც იგი ასევე არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თითქმა, რომელიც ხარს უსვამს, რომ ქუჩანიკი ბავშვობიდან მიიღო ნადირები წიგნებმა. სიყმეს და თვისისა ამ წიგნს და წიგნისა სამთომი ეს. ქართველენაში მე-19 საუკუნიდან შემოვიდა ნუსხური დამწერლობა. იოანე საბანიძის, აბა ფრიალის წამება მე-20 საუკუნეში თარგმნა. იგი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოლიტიკურად დადრეფული წერია. აბა ფრიალი არის ნაწარმოები, რომელმაც ქართული ეროვნული იდენტობა ახალ საფეხურზე აიყვანა. მე-11 საუკუნიდან ქართულ დამწერლობაში ხერხული გახდა სახელმწიფო, სამხედრო და საერო წერილობის ენა. ქართულ კალამს შეუქმნია ბევრი გენიალური, მსოფლიოში აღიარებული შედეგი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მე-11 საუკუნის სამეფო კარის მოღვაწის, შოთა რუსთაველის ვეფხის ყაოსანი. როცა შოთა რუსთაველი და ვეფხის ყაოსანზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვეხებით ქართული კულტურის მწვერვალს, ეპოქას, რომელსაც ოქროს ხანა ეწოდება. ეს არ არის უბრალოდ პოემა, ეს არის მე-12 საუკუნის საქართველოს ფილოსოფიური, პოლიტიკური და ეთნიკური კოდექსი. ვეფხის ყაოსანი ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე პირველი ნაბეჭდი ნაწარმოები, რომელიც დაბეჭდეს ბიბლიოთეკა კალთაშვილის 12 წელს. ასევე ის აღიარებულია ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად და დათარგმნია მრავალ ენაზე. ჩვენი ენა სამჯერ გარდაისახა, მაგრამ სული არ შეუძლია. ის იცვლებოდა, რათა გადარჩენილიყო. იგი იცვლებოდა, რათა მორგებოდა ენას, მაგრამ მუდამ რჩებოდა ქართულად. ქართული ენა მოიცავს 17-მდე ნაცნობ დიალექტს. ისინი ძირითადად ორ ჯგუფში არიან განაწილებული. ესენია დასავლური და აღმოსავლური. ისინი ერთმანეთისაგან შემდეგი ასპექტებით განსხვავდებიან: მორფოლოგიურად, სინტაქსურად, ფონოლოგიურად და ლექსიკურად. მიუხედავად ასეთი განსხვავებებისა, ნებისმიერი დიალექტი აგებულია სტანდარტული ენის სტრუქტურაზე. ისედაც მთელი საქართველო ერთი ციხეა, დაგილეწია მტერო, მაგრამ ვერაგიღია. დიდება თქვენ და თორვასსანო პერო მამებო, თქვენ შეგინახავთ ენარ ჯულიერის სამეფო. წიგნებს უსხეთხად ვენახდება ფოლიანტები და საქართველოს უსიკაშე ფოლიანტები. ვინაც აგო ვიკორწმინდა სვეტი ცხოველი, დიდება მის ლანძ მიარავოთ ნეტის ფხოველი. კურთხეულ იყოს, ვინც გარჭული და კლდეში ვარძია, სულით განათდეს, ვინც საკვალი მისი არწია. ვინაც პირველად დაიმღერა ვეფხვი და მოხმე, იმ გუთნის დედას მზათავად ვეყმო, კირით ხურანო, ყალატოს ოსტად შეგირდნო, თუ რამე სადმე ცოდვა ქონდეთ, ღმერთმა შეგინდო. ოხ, ციხის ლოდო, ჩამოშლილო, ჩამორღვეულო შენ, ძვალო ჩემო, გატანჯულო ჩემო სხეულო. ოხ, გოდოლ ბუჩნო, გალავნებო, ნაგებო მკრივად, ნაბზარი რა, ყველა თქვენი ნაკაწი მკივა. გამისკდეს მიწა, თუ შეგხალო, თუ გივერაგო, შენ საქართველოს ფარაბჯარო ჯაჭვის პერანგო. ეჰეი, სიმღერი, ყელსი ხაგრავ შენი მგოსანი, ვაზით და ფრესკი, ჩემი მხარე მარადიცნობა და საქართველოს ციხებზე მზის შუბოსანი. დგას მეციხოვნებ მარადისობა. ადამიანების ისიცია, რაოდენობა, რომელმაც ენის არა რომ არ მეთქვა კომპლიმენტი არ შეიძლება. ოჩა. ადამიანების ისიცია, რაოდენობა, რომელმაც ენის განმტკიცებაში წვლილი შეიტანა. იოანე ზოსი, მე-10 საუკუნის მოღვაწე. ავტორი ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებების. ქებაი და დიდებაი, ქართული საერთაშორისო, სადაც მან ქართულ ენას განსაკუთრებული მისტიკური და ისტორიული მნიშვნელობა მიაჩნია. სულხან საბოლოოდ პირველი სრულყოფილი ქართული ენის სიტყვის სკოლის ავტორი, რომელმაც ენის ლექსიკონი
პარლამენტის ავტორი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული ენის სწავლებას სკოლებში და ენის დაცვა ეროვნულ საკითხებში. ერთმანეთს აიშვი, მამამაც ქართულმა ეროვნულ საქართველოს მეჭუხლად უხუცეს აკაკი შანიძე და არნოლდ ჩიქოვაო, გამოჩენილი ერათმეცნიერები, რომლებმაც მეცნიერულად შეისწავლეს ქართული ენის სტრუქტურა, გრამატიკა და ისტორია. მაგრამ იყოს როცა ამას გაქრობით დაეჭირა. როცა მას წარქმება დაუყენეს. სწორედ აქ იწყება 1978 წლის 14 აპრილის მიდიება. როცა თავად ხალხმა საკუთარი ნებით და თავგანწირებით გადაარჩინა მშობლიური ენა. წარმოიდგინეთ 1998 წლის გაზაფხულის სუსტიანი დღე. თბილისში ჩვეულებრივზე ადრე იკუთვნეს. ჰაიში ათაბულობა ტრიალებს. საბჭოთა იმპერიამ გადაწყვეტა აგვაძლოს ის, რაც ყველაზე მეტად გვაეცია. ქართული ენის სტატუსი. კონსტიტუციის ახალი პროექტიდან სიტყვა ქართული სამოხება ნიშნავდა ერის სულის ამოხებას. უნივერსიტეტის ელგან რუსთაველის გამგებლისკენ სტუდენტების პირველი ნაკადი დაიწყო. ეს არ იყო მხოლოდ პროტესტი. ეს იყო ერის ღირსების დაბადება. დედა ენა, დედა ენა. ეს სახელი თბილისის კუნძულებში ძრავებოდ გაიზარდა. 10,000 ადამიანი თავიანთი სასახლის წინ. იქ სამხედრო ტექნიკა, ჯარისკაცები და არიანები. ჰარაში სისხლის სუნელი ტრიალები. მაგრამ შიშებში სიყვარული აღმოჩნდა. მშობლიური ენის სიყვარული. ქართული ენა რჩება სახელმწიფო ენად. ეს იყო უიარაღო ხალხის გამარჯვება უზარმაზარ იმპერიაზე. 14 აპრილი არ არის მხოლოდ კალენდარული თარიღი. ეს დღე ჩვენი ენის სიწმინდისა და თავისუფლების სიმბოლოა. დღეს ჩვენ გავიარეთ გზა ფარნავაზიდან 14 აპრილამდე. ძველი ხელნაწერებიდან თანამედროვეობამდე. დავნახეთ, რომ ქართული ენა არ არის მხოლოდ გრამატიკული წესები და სიტყვათა კონა. ის არის ჩვენი თავისუფლების საზღვრები. 1978 წლის 14 აპრილს ჩვენმა მშობლებმა და წინაპრებმა დაამტკიცეს, რომ ენის დასაცავად იარაღი არ არის საჭირო. საჭიროა მხოლოდ ერთი და ის გაცნობიერება, რომ ენა ჩვენი სახლია. თბილისში დედაენის ბაღში დედაენის ძეგლი 1880 წლის 14 აპრილს დაიწყო. ძეგლი ეძღვნება 1978 წლის 14 აპრილის საბოლოო, როდესაც ქართველებმა დაიცვეს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. ძეგლის ავტორია ცნობილი მოქანდაკე ელღუჯა ამაშუგა. დღეს როცა სოფლიო ასეთ სწრაფად იცვლება, ჩვენი რიგა გაუჩნდეს მის სიწმინდეს. დაგიცვათ იგი დამახინჯებისა. უცხო სიტყვები ძეგლთან გადაყვანისა და თავად დილაპარაკოთ და წეროთ ქართულად სიამოვნებით.
კაცობრიობის არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობა ტანია. ნაუჭის საუკუნის დასაწყისი. ქართული დამწერლობის ნამდვილ ბრძოლის გალატი. მათი არაკი კალამი იყო. იმ დროს, როცა ყველასაგან ესფერომებას და დამოკიდებას უთხოვდა. პოეტებმა გაბედა და დაწერეს მათი გულიდან ამოდახილი სიტყვა. ეს იყო ინტელექტუალური ამბიცია, ესაგური წყობის წინააღმდეგ, რამაც ხალხის პოეტების სახელი უწოდა. მაგრამ დაუმატა, ეს ყველაფერი სულ ფასადად დაუშვა. მე დავუბრუნდა. ეს იყო გულწრფელი აცარი, პოეტი ჯარისკაცი, მირზა გლაუქი, რომელსაც თაფლში იარაღეში, როარში იკალა. მის მოგონებაც თქვენ დაინახავთ. მონადირეებს, მშობლიური მთების, მეგობრების, თბილისის ქუჩების და იმ დაუმთავრებელი სიყვარული, რომელიც ომმა ვერ დაუბრუნდა.
ხო? რა ტირადი, ესე იგი რა რაოდენობა და? მოიწმინე, სად გააგიხო? რა დამბუღრივით დაიქეცი, ბიჭო. მოდი, დაჭი. სულ 2 მეტრი გავირბილე და სულ თქო ამჭის. ეს სულ აი ამ სავარძლის ბრალია, დილიდან საყამომდე ამ სავარძლის მომსვლელი. თან აი ამ საზისხლობას მოწევი. მორჩა გათავდა, ყეიდან აღარ მოდი. მორჩა და გათავდა. ახლა კი გავიცნოთ ერთმანეთს, ვინ ხარ და საერთოდ. თორე მომიტანეს ვეულები და დამიყარე. ზაგალოვანი თიანეთის. სასიამოვნო, ესენც დამწყები პოეტები არიან. რატო ასეთი არის? ხაჯაია. ახლა კი ჩემო მიზე, დაპიროვებ შენი ლექსები. ორშაბათს არა, სამედი რიცხვია. სამშაბათს გელოდები, კარგი? მას ასე, რაც შეეხება შელექსებს, უკვე შევთავაზ. არა. მოიცა. როგორ თუ არა? ლექსი დაიბეჭდება ისე როგორც მე დავწერე. ან საერთოდ არ დაიბეჭდება. რუსთველის პროსპექტზე სიარული. ნუ მომიშალე
ახლა მე მინდა შევაკითხო მომხსენებელს. რატომ გონიათ რომ ახალგაზრდა არაფერი იციან? რომ კანონი ამოუჩნია და წერათა სასახლეში გამოდიანობენ? ჩვენი თაობა რევოლუციის შემდეგ დაიბადა. არ გვეკუთვნის გვიხერის ქალახები საქმეძები როდესაც სასახლეში აღიხსენებენ. ეს ახალგაზრდა წელები როდესაც ასე უდიერად იხსენებენ. სამი უკვე ფინეთის ბრონზე იწვის, როგორი წითელი მიედრან და თუ სამშობლოს დაჭირა, ჩვენ ყველანი ჩაგვართ თავის დასადებო. ქართლის ვიწა უტყვილესო საყვარელო ქართლის ვიწა ჩვენს ხართმალა მღიამძეს და ჩვენაც პეტროშას ფიცა ამ წვალეხეს ვნებზე გასდის ამ ნოდების ხავს და ნაჟულს კავკასიოს ცამდე ატრის შამდაბას და გულდაშანგულს ამ ბუჩხეს გაიმფევანის დილაობი ჩება მიცვა და ცებულთა დაქცეუსის დაგუპუთა ხსოვნას ფიცავ ქასავფიცავ ხესრონახვევს სანამისლებს შემოახვევს სააკაძის ხმარის ნატეხს მკვდავები ნათილმას ნალიღამას წასუსოგეს ათ დამჩენილი მოსმიცავ ფიცავს სუანის ნათქვა ლიეს ფიცავ ჩებილიეთის ლინებს თუ ოდესმე მოგავ ძველად ამ ცას მინდა შეგვეცილოს წმინდა მარის მოსახდეგან დუგონკმალო ჩაგეწილო მოყდა ესეთი მივჩენი ვიტყებოდა გვირდი ძველად რომ სამშობლოს საქმე ჩემი დამჩეში და სადგაზელოთ ჩემო მიცავ ლაშქარდებში ვიც ქახშე და გამკლავებით ვიც გახადის საგურაში ჩაემდია ვასკლავები ვიც ჩემოგან გამიზახვა ვიც ქმნის მუდა ვიკი მევარ მე ჩათბილის მალევ დახავ მე ნაობა რაუძს გებავ შოქს სახელი გამივაგდა შოქს წასვლად ჩემი ხმები მე 20 მუსიკები და საუბრის მაქვს
მაგრამ ეს ქვეყანა და მისი სული უცრავია. გახსოვდეთ, სიყვარული ქართულია და ქართული ენა თავად არის სიყვარული. Ule,
დავარჩა ჩვენ მამა პაპასთან. ენა მამული სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით? რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? დიდი შრომა ჩადეს ამაში, რომ ეს თქვენ წინაშე წარმოეჩინათ ქართული ენის დაბადება და რა ვიცი, გონი გამოვიდა, ძალიან ნელა და მქონდა ცოტა ხალხები, მაგრამ გამოვასწორეთ. ეს არის პატარა მსახიობები, ეს ჩემი ბულბულები, ჩემი ანგელოზები, რომლითაც მე ვამაყობ. ძალიან ყველა ვარ არ შემიძლია რა გიქნება. თქვა დამატება მხოლოდ მინდა რომ მადლობა გადავუხატო სკოლის მეკოლეჯებს, რომელიც ფარში მიგდა და მქონდა ინსტიტუტო ბავშვებთან ჩამეტარებდი და ის მეცადინეობა, რომელიც აუცილებელი იყო ამ ხორციელებთან. მადლობა დირექციას რა თქმა უნდა. აღნიშნულს საზოგადოება ბავშვები თანდათან ყოველდღე იზრდება ბავშვი და ყოველდღე მის მათ შესაძლებლობას ვანახებთ. ახტოვანებული ვარ ყველაზე მეტი ცერკი, მაგრამ ყველაზე მეტი შეძლება ამ კლასს ქონია და აქვს და მე ვარ ჩვენ ვარ მოხარული რომ მე და ერთები მასწავლებელი ვიშერობდი აღმოჩენა ხარ ახალი აღმოჩენები რამდენი ბავშვი ბიჭებო ლექს რომ ამბობ თქვენ კალკალ გულში გენაცვალეთ ჩიქ თქვენ ეს მა თქვენ ლექსის სიტკბო ცხოვრებაში გამოგარგება სადაც არ უნდა იყოს რა სუპრაში რა კორტიში რა ადამიანის წარმოჩენა თქვენ წარმოგარგეთ თქვენი ნათქვამი ლექსი ოჩამ ბიჭებს განსაკუთრებით ბიჭებს მადლობა გოგოების შესაძლებლობაზე არც კი მქონდა ეჭვი მაგრამ ბიჭებს რამდენი ოჩამ სკოლაში დეფიციტი მოჩერდა დეკლამატორები ამ პატარა ბიჭებს ყველა ჩემი შაქაროვი ხან არის დავიწყებ მადლობის, დავიწყებ მართლაც მადლობა დირექციას, გადაგონაერად, რომ გაძლევთ ამის შესაძლებლობას, დარწმუნებული ვარ იმას, რომ თქვენ სახეს მერე ვანახებთ და ყველა ვიქნებით მოხარული. გაბატონებული, კეთილები თქვენს წინაშე, თქვენი შესაძლებლობის წინაშე, ეკა ფიფასი მადლობა ჩემო კარგად. კიდევ ერთხელ გუხარეთ არჩი როცა კიდე უმის გემასტერში იმას აერთის უბრალოდ კომპანია, რომ იგი აუცილებლად დააგებდა ამ სარანს. და დიდი მადლობა ძალიან დიდი ხანია ფილმის ნახეს მართლაც და გამოდის ისწავლეს და ძალიან მოკლედ დროში მოახერხა არა ნამდვილად ძალიან მოკლედ დროში ეკა მასწავლებელი ერთი კვირი არ არის რაც ახარის ეკა მასწავლებელი რომ დაგვიბრუნდა შენ ოჯახები ოჯახი ფილმს უყურეს ოჯახები ერთად გამხდარი შეარჩიეს ანსაცმელი შესაძლებელი და ასე უცებ ეკა მასწავლებელი ოქრე არ გასულა